ლევან. არა, პროფესორ. საქართველოს სადღეგრძელოების შორის ყველაზე ძლიერ სადღეგრძელოს ვამბობ და ვთქვით ეხლა ჩვენ ამ წუთში. ყველაზე სიხარულით, ყველაზე სიყვარულით, ყველაზე წუხარებით, ყველაზე სევდიანით და ყველაფრით დახუნძულ სადღეგრძელოს ვამბობთ. ადამიანი როცა რაღაცას ფეხს გამოკრავს და ამოიკვლესებს, ვაი დედა იტყვის. ყველაფერზე დედა სიძახის პრობლემში. ამიტომ ვისაც დედები ხართ, ღმერთმა დაგილოცოთ, გაგეძლიეროთ და 1000 წელი არ მოგაკროთ მათი იმედი და როცა გავა ათეულობით წლები და მოუკაკუნებს ჩვენ დედებს 100-120 წელი, მერე უკვე ყველაფერი თავის დროზე ყოფილიყოს, მაგრამ მაინც მაშინ კიდე გამძლეობას გისურვებთ, რაც ყველაზე მძიმე გადასატანია ამ ქვეყანაში. ვადიდოთ დედა როგორც ღვთაება, ღმერთის წინაშე მოხმოდრეკილი. ვეთაყვანები მის წმინდა სახელსაც და მარადის. გვიმრავლე ღმერთო ქართველი დედა, მირიან მეფის ვახტანგ გორგასლის. აღმაშენებლის დედა გამჩენი, დიდი გმირობის წარმომშობი და ქვეყნად არავის შესადარები. დიდი თამარიც ხომ დედა მშობა, თვითონ მშობელი იყო თამარიც. ქართველმა დედა დიდ გალაქტიონს გადაუწია გლობის აკვანი. ყველაზე დიდმა წმინდანმა დედამ ჩვენს სერსუბოძე ეს საქართველო დასაწყისიდან დასაბამამდე მისთვის ილოცა ღვთაება ნინო. ვინ წამებული ერისთვის ისე როგორც ეწამა დედა თინათი, დედა სანათა, გმირმა მაიამ გამოანათა, ციხის კოშკებზე აქ ჰქონდა დროშა მრავალ ტანჯული საქართველოსთვის. ადიდეს ერთად ქართველი დედა, რომ არ ჩაიქროთ სიტყვა ქართლოსი. იხარე დედა, გვიმრავლე ერი, იმერ ამერი, შენ ჩაუნერგე ჩემს ნატანჩ ხალხებს, ქვეყნის დიდება და სიყვარული და საქართველო, შენი ღვთაება მენახოს მალე ამღერებული, გახარებული, მთელ მსოფლიოში ამაღლებული. შენით ხარობდეს მთელი ქვეყანა, დიდი თაობის წარმომშობელო, ვერაფერს ვერ შეგადარებ, ქართველო ქალო, დედამშობელო.